როგორც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე დღიდანვე ცხადად ჩანდა, ან თუნდაც მისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტი ტრამპი არის ის პრეზიდენტი, რომელსაც მშვიდობა სურს. მისი მიზანი მთელი ამ პროცესის განმავლობაში ომის დასრულება იყო. ეს საშინელი და სისხლიანი ომია, რომელიც დიდ ფასს მოითხოვს. პრეზიდენტ ტრამპის ნომერ პირველი ინტერესი ამ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებაა. დღეს უკრაინული მხარე დათანხმდა ჩვენს წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის და კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყების თაობაზე. გრძელვადიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის უსაფრთხოებისა და ეროვნული კეთილდღეობის ინტერესებს. ჩვენ ახლა ამ წინადადებას რუსეთს წარუდგენთ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი დათანხმდებიან მშვიდობას. ბურთი ახლა მათ მოედანზეა. დღეს უკრაინის დელეგაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი იზიარებენ პრეზიდენტი ტრამპის სამშვიდობო ხედვას. იზიარებენ მის მონდომებას დასრულდეს ომი და ადამიანების სიკვდილი. უკრაინამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. მათ არა მხოლოდ მიიღეს ჩვენი წინადადება სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არამედ განვიხილეთ ამ ომის სამუდამოდ დასრულების გზების არსებითი დეტალები. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სახის გარანტიები შეიძლება ჰქონდეს უკრაინას გრძელვადიანი უსაფრთხოების და კეთილდღეობის მისაღწევად.